ბათუმში გიორგი ბრწყინვალეს 54 ნომერში მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ავარიულია და ეს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნითაც დასტურდება. მიუხედავად ამისა, შენობაში არაერთი ოჯახი ცხოვრობს. მობინადრეები ყვებიან, რომ ბზარები ყველა ბინაში თვალსაჩინოა. ნაპრალებს პერიოდულად ბეტონით ავსებენ, თუმცა პრობლემა ამით არ გვერდება. ბზარები შენობაში თანდათან უფრო ფართოვდება. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას და ავარიული სახლების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას ითხოვს. თუმცა ბათუმის მერია განმარტავს, რომ ამისთვის ყველა მაცხოვრებლის თანხმობაა საჭირო. გიორგი ბრწყინვალეს 54 ნომერში მცხოვრებთა პრობლემებზე მერაბ წულუკიძე და ედუ კოჩალიძე მოგვიყვებიან. ვინგრევით მივდივარ საცხა, მართლა გეუბნები, რამე რომ მოხდება, ხო მე როგორ გვიანია. ამგვარ ბზარებს ბათუმში გიორგი ბრწყინვალეს 54 ნომერში მცხოვრები თითქმის ყველა ოჯახის კუთვნილ ბინაში ნახავთ. წლების წინ კორპუსზე მიშენება განხორციელდა, რამაც ისედაც ავარიული სახლის კიდევ უფრო მეტი დეფორმაცია გამოიწვია. სახლი რომ სახიფათოა, ეს ექსპერტიზამაც დაადასტურა. ბინადრები ამბობენ, რომ მათი მდგომარეობის შესახებ ქალაქის მერიაშიც დეტალური ინფორმაცია აქვთ, თუმცა მოხვდა თუ არა ეს სახლი ავარიული კორპუსების სიაში, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მათთან მოლაპარაკებაზე ინვესტორი დამოუკიდებლად მივიდა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. აქ რომ გადმოვედი, არ იყო ეს სიტუაცია. მე იქ სახლი რომ დაანგრიეს, იმის მერე წევიდა. ვითომ დაამაგრეს, დაბრიდა, მაგრამ დამაგრება არ უშველა. მივდივარ ყოველდღიური წინ და წინ. საერთოდ ერთმანეთში მეზობლებში ახლა გაჩვენე კედლები, გაშორება წავიდა. ყოველდღე ახლა კომერციული როგორც გააგეთეს პირველ სართულზე, იმ კომერციulis მერე ყოველდღიურად ემატება ტრეშინი. ბზარები მიდის ყველგან. საშინელი ხმა, ვიბრაცია მიდის როგორც სერვანტი პასუდა თამაშობს. ზიხარ ასე ფეხის ქვეშ მუშაობს, აი არ ვიცი რა სიტუაცია. სად არ დავწერეთ, ვის დახმარება ვთხოვთ. გამოჩნდა ინვესტორები. ამ ინვესტორებთან 3-4 ოჯახმა ვერ დაილაპარაკა, ვერ მოწყვეს. თხოვობენ მილიონები. კლინუს ამ წუთში ხომ რაც კვადრატურა მაქვს. იმ კვადრატურით რომ გამიყვანონ აქედან გავვალ, იმიტომ რომ ძალიან ცუდ სიტუაციაში ვარ. მას შემდეგ რაც სახლი ექსპერტიზამ ავარიულად მიიჩნია, კორპუსის პირველ სართულზე კომერციული ობიექტი გაიხსნა. სახლის ბინადრები ამბობენ, რომ სარემონტო სამუშაოების დროსაც და ახლაც, როცა ობიექტზე დანადგარები მუშაობს, სახლში რყევას გრძნობენ. არსებულ ბზარებს რამდენიმე თვეში ერთხელ ბეტონით ავსებენ, თუმცა ეს პრობლემას ვერ აგვარებს. ნაპრალები შენობაში თანდათან უფრო ფართოვდება. Спальняში вообще ვერ დევიზინებ ხამე. კონდიციონერი მუშაობ, აგრეგატი არის მაცევარის. 3-ჯერ, 4-ჯერ უცხარი, რომ ხმა მოდი, ჯერ პანჯერები დაკეტილია ამ მომენტში. მაგრამ ახლა სისხლი რომ იქნება, ხომ უნდა გავაღო, ხამე როგორ დევიზინო? ბაღანა დასთან გავუშვი მერიაში დოკუმენტი რომ მეზობლები პოდპისი გავაკეთეთ, რომ ისეთ სიტუაცია არის. და კიდო პლუს მაგას ქვევით вообще. აი ხმა ესმით მაერ 8 საათამდე მერე მაცევარი გარეთ, მალქანა კიდო გარეთ მუშაობ 24 საათი მუშაობ მაერ. ბიტონა მიშალკა 8 საათზე დამტარდება, მაგრამ ხმა არის მაგარი. ძალიან საშიში სახლია. ძალიან. უკვე მე 25 წელი ვცხოვრობ, მე 5-6 წლის ვიყავი, აი სახლი რომ დაიწყო აშენება. ნახეთ რამდენი წლისა მაი სახლი, მე დავბერდი უკვე. და რამდენი ხანი ავარიულ მდგომარეობაშია? ნუ 10-8 წელი იქნება. თუ მეტიც არ იქნება შვილო. ბათუმის მერიაში ადასტურებენ, რომ შენობა მართლაც ავარიულია და ეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომაც დაადასტურა. იმისთვის, რომ კორპუსი ავარიული სახლების პროექტში ჩაერთოს, მობინადრეების თანხმობაა საჭირო. თუმცა ამ ეტაპზე მათ საერთო პოზიციის ჩამოყალიბება და ინვესტორთან შეთანხმება ვერ მოახერხეს. ამიტომ მუნიციპალიტეტს მხოლოდ ის შეუძლია, რომ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში მობინადრეები ქირით გადაიყვანოს. გიორგი ბრწყინვალეს 54-ში არსებულ სახლთან დაკავშირებით არსებობს ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის შესაბამისადაც მერიამ მიმართა გიორგი ბრწყინვალეს 54-ში მოსახლეობას პროგრამაში ჩართვის თაობაზე. პროგრამაში ჩასართებად საჭიროა მოსახლეობის თანხმობების წარმოდგენა, რაც დღემდე არ აქვს წარმოდგენილი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს ინვესტორმა აღნიშნულ მისამართზე მიმართა მერიას ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისა და არსებული სავალცოცია საცხოვრების დემონტაჟის თაობაზე. კომისიის მიერ განხილული იქნა აღნიშნული განცხადება, დაუდგინდა ხარვეზი, ეცნობა განცხადებელს, ხარვეზი არ იქნა
შევსებული, შესაბამისად განცხადება დარჩა განუხილველი. ბათუმის მრავალი სახლების გარეშე პროგრამაში ჩასართავად გიორგი ბრწყინვალის 54 მოსახლეობამ უნდა წარმოადგენოს თანხმობა, ის აბუცველზეც მოხდება პროგრამაში ჩართვა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. რაც შეეხება ავარიული სახლების პროგრამას, რომელიც ბათუმში 2 წლის წინ დაიწყო, ის ბიუჯეტიდან 100 მილიონ ლარამდე ფინანსდება. მერიის წარმომადგენლის განცხადებით პროექტი გეგმის მიხედვით გრძელდება და 4 სახლში ავარიული ბინების მობინადრეები უკვე შესახლდნენ. პროექტი 2 მიმართულებით მიმდინარეობს. ერთ ნაწილზე მთელ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს, მეორე ნაწილში კი ჩართულია კერძო სექტორი. სწორედ ინვესტორსა და მობინადრეებს შორის შეთანხმების პროცესია დამოკიდებული პროექტის ხანგრძლივობაც. 4 სამართზე დასრულებულია ავარიული საცხოვრებელი სახლი, ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მოსახლეობას გადაეცა უკვე 2 სამართზე ქიმშიაშვილის 94-96 და მაიაკოვსკის 3-ში მიმდინარეობს მშენებლობა, 2 სამართზე კიდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოსახლეობასთან და პროგრამის განხორციელება. პროგრამა არის 2027 წლამდე ჯერჯერობით და ჯერჯერობით ავარიული სახლის რაოდენობა და გამომდინარე ამ ეტაპზე არ შემეძლია თქვა გამოხერხდება. პროექტი ბათუმი ავარიული სახლების გარეშე 2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში სახლის ჩამონგრევისა და 9 ადამიანის დაღუპვის შემდეგ დადგა დღის წესრიგში. ტრაგედიის შემდეგ სახლების მდგრადობის შემოწმების მოთხოვნით მერიას 400-ზე მეტი კორპუსის მცხოვრებლებმა მიმართეს. ახალსაცხოვრის პროექტის მიხედვით ბათუმში 3000-ზე მეტი ოჯახი საჭიროებს. ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული ზუსტი მექანიზმი, თუ როგორ უნდა გადაწყდეს და დაჩქარდეს პროცესი იმ შემთხვევაში, როცა ავარიული სახლების ბინადრებთან სახელმწიფოსა და ინვესტორების შეთანხმება ვერ ხერხდება.